პატიმრების მშობლები დედათა კომიტეტის თავმჯდომარის თეთევან ადამიანს უპირისპირდებიან. მშევრდებულების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ადამიან, რომელიც მონიტორინგის ჯგუფის წევრია, ციხეში პატიმრების ბუნტის გამოწვევას ცდილობს, ამიტომ მისი სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში შესვლა საფრთხეს წარმოადგენს. პატიმრების ახლობლები ახალ ხელისუფლებას ასევე მოუწოდებენ სახალხო დამცველის ვაჭანტურ თანამდებობაზე დიმიტრი ლორთქიფანიძე დაამტკიცონ, წინააღმდეგ შემთხვევაში არციების მოწყობას არ გამორიცხავენ. პატიმართა მშობლების განცხადებას დღესვე გამოეხმაურა თეთევან ადამიან. ქალბატონი ქეთი ამოიღონ მონიტორინგის ჯგუფიდან. გთხოვთ, რომ სასწრაფოდ ამოიღოთ ეს ქალბატონი მონიტორინგის ჯგუფიდან და აღარ შევიდეს აღარსად. არც ერთ ციხეზე, არც ერთ ზონაზე. იმიტომ რომ შიგნით შედის, აკეთებს განცხადებებს და შეიძლება ამას მოყვეს ბუნტი პატიმრებისგან. სამართლიანი, წესიერი, პატიოსანი, ეს არის დიმიტრი ლორთქიფანიძე, ჩვენს უყველა მხარს უჭერთ მას და ამის შემდეგ თუ ჩვენი აზრი არ იქნება გათვალისწინებული, მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვალთ ქუჩაში. მივმართავ მთავარ პროკურორს, მე დღეს მივმართავ იუსტიციის მინისტრს ბატონ სოზარ სუბარს, დაუყოვნებლივ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და მოკვლევა, ვინ დგას ამ ქალბატონების უკან. მე აბსურდულად მიმაჩნია ეს ბრალდება, რაც ქალბატონი ქეთევანის მიმართ გაცხადდა დღეს. მე არ ვიცი რანაირი პოლიტიკური თამაშია გარედან შემოსული ადამიანს, თუ ეს ძალოვანი არ არის და ბოდიში და ცემატყეპით არ იქნება პროვოცირებული, 2500 პატიმრის აბუნტებას უბრალოდ მონიტორინგის სამსახური ვერ შეძლებს.